სამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავი ორის მაყურებლებს მოგესალმებით ტრადიციულად თბილისის ახალი სპორტის სასახლიდან სადაც დღეს არის ფარიკაობაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი დღე, როდესაც დასრულდება ის ადრიანი მარათონი, რომელსაც მასპინძლობდა თბილისი და რომელსაც უმასპინძლა ჩვენმა დედაქალაქმა ძალიან მაღალ დონეზე. ამის შესახებ ვისაუბრებთ დღიურშიც, რასაკვირველია გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ შემოგთავაზებთ იმ ადამიანების კომენტარებს და შეფასებებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა მოусმინოს ევროპულმა სპორტულმა სამხარომ, რადგან ესენი არიან ადამიანები, ვისაც ძალიან დიდი წონა აქვს და დიდი ფასი აქვს მათ სიტყვას. თუმცა აქვე აუცილებლად მინდა გითხრათ და შეგახსენოთ 25 ივლისი დღე, როდესაც გაიხსნა ოფიციალურად ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი და დღე, როდესაც სანდრო ბაზაძემ ტრიუმფი დაასრულა და გამარჯვებით დაასრულა თავისი გამოსვლა და ამ ისტორიულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა. ნინო ჯერენაშვილი, ჩემი გადაცემის დღევანდელი სტუმარი და ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი. ნინო, მოგესალმები, მადლობა რომ გამონახეთ დრო, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დღეა და ხურის ცერემონია უკვე ვიხილეთ. ბოლო დღეა ასპარეზობის და შესაბამისად უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ ჩვენთან ჩართვის გარეშე ეს ამბავი და დღევანდელი დღე ვერ ჩაივიდა. შეფასებებზე მინდა კითხო. მოგესალმები ლაშა, დიდი მადლობა ამ 10 დღიანი თავდაუზოგავი შრომისთვის და ჩვეული მხარდაჭერისთვის. რაც შეეხება შეფასებებს, ცოტა მიკერძოებული შეიძლება ვიყოთ, მაგრამ ბოლო უკვე 3 დღეა, როდესაც უკვე დასასრულისკენ წავიდა ჩემპიონატი, ვიღებთ მართლაც ძალიან კარგ შეფასებებს. გუშინ იყო საერთაშორისო ფედერაციის შემაჯამებელი ღონისძიება, სადაც საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა და აზიის კონფედერაციის პრეზიდენტმა ბატონ მერაბ ბაზაძეს და მე აი ამ გაწეული შრომისთვის და საუკეთესო ჩატარებისთვის გადმოგცეს მედლები. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს მედალი არაფერია, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის აღიარება, რაც საერთაშორისო ფედერაცია მოგვანიჭა, იმიტომ რომ სწორედ ამისთვის გავაკეთეთ ამხელა ჩემპიონატი, ამისთვის ვიშრომეთ. რა თქმა უნდა, მარტომ არა, მთავრობასთან ერთად, სპორტის სამინისტროსთან ერთად, მთელმა გუნდმა, რომ აი ეს აღიარება, მსოფლიო აღიარება მოგვეპოვებინა და დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აი ეს შრომა დაგვიფასდა ყველას ერთად. კი, საკმაოდ დიდი შრომა იყო ნამდვილად გაწეული მთლიანად ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ფედერაციის პირველ ყოვლისა რასაკვირველია მხრიდან და სხვანაირად არც გამოვიდოდა და ვერც ჩავატარებდით ამ დონეზე. მედიის ჩართულობა, თქვენი თავისთავად მოხალისეების ჩართულობა არ შეიძლება რომ ვინმე გამოგცეს, იმიტომ რომ თითოეულმა თავისი აგური დადო იმაში, რომ ჩვენ ასეთი შეფასებები მიგვეღო. დაგიბრუნდები რამდენიმე წუთში იქამდე აუცილებლად მინდა შემოგთავაზოთ ევროპის ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელთა კომენტარები და შეფასებები თბილისში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის ირგვლივ და კარგად მოусმინეთ, რადგან ამ ადამიანებს ფარიკაობის სამყაროში ჭკუა ნამდვილად მოეკითხება. შედეგების, ლოგისტიკისა და ორგანიზების კუთხით ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე იყო. არენა შესანიშნავია, მე მეორედ ვარ აქ. ვფიქრობ, სამომავლოდ საქართველოს კიდევ არაერთ საერთაშორისო ტურნირს უნდა უმასპინძლოს, რადგან ყველაფერს ძალიან კარგად დაორგანიზებენ. სანდრო ბაზაძის გამარჯვებაც დაუვიწყარი ემოციის მომტანი იყო. ვფიქრობ, სანდრომ თავისი ქვეყნის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერა საკუთარი სახელი. ქართული ფარიკაობის ფედერაცია ბოლო წლებში შესანიშნავად მუშაობს და ეს არის იმის გარანტი, რომ სამომავლოდ კარგ მოფარიკავეებს აღზრდის, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარ ქვეყანას ასახელებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისი მასპინძლობს ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას. ფიესთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გვიხარია, რომ აქ ვართ. დიდი მადლობა საორგანიზაციო კომიტეტს და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას შესანიშნავი ორგანიზებისთვის. თბილისი ძალიან მომწონს. ამ ქალაქს აქვს მდიდარი ისტორია, ტრადიცია და რაც მთავარია, საოცარი ადამიანებით სავსე ქალაქია. ძალიან მომწონს აქ ყოფნა. დიდი მადლობა ყველას.
მართლა ძალიან მნიშვნელოვანი კომენტარი გააკეთა ორივე ჩვენმა რესპონდენტმა გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები არიან მაღალჩინოსნები და შესაბამისად მათ მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის კომენტარი ეს უნდა იყოს ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა სხვადასხვა ქალაქებმა კიდევ უმასპინძლონ ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებს. ნინო, ელოდი თუ არა ასეთ შეფასებას, როდესაც იწყებდით პირველ ნაბიჯებს სამუშაო პროცესს, აი მთელი აი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობას. სიმართლე გითხრათ, ესეთ მაღალ შეფასებებს არ ველოდით, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ისტორიული იყო, ძალიან გვეშინოდა, არ ვიცოდით როგორ გამოვიდოდა, თუმცა პირველი ის რომ სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა, სანდრომ ყველაფერი დააგვირგვინა ამით და ის აღიარებაც რაც ჩვენ მოვიპოვეთ, ერთიც და მეორეც არის ნამდვილად ის რაც ჩვენ გვინდოდა და ჩვენი მიზანი რეალურად რაც იყო, რომ სოფლიომ გაიცნო საქართველო და ნახეს თუ რა შეგვიძლია ამ პატარა ქვეყანას. აბსოლუტურად გეთანხმები და ჩვენ კიდევ ერთი პატარა ჭრა გვექნება, სადაც მონაწილე სპორტსმენების დელეგაციები ქვეყნებიდან, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები აფასებენ საქართველოში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატს და მათი მოსაზრება და შეფასება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენელთა შეფასებები და შემდეგ განვაგრძოთ საუბარი ჩვენ სტუმართან. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მასპინძლობს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს. დღეს ჩემპიონატის დასკვნითი დღე იყო და მსურს განსაკუთრებულად მიულოცოს საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას, სპორტის სამინისტროსა და მთლიანად საქართველოს ეს დიდი წარმატება. წელს ქართულმა მხარემ მსოფლიო ჩემპიონატი უზრუნველყო საუკეთესო აღჭურვილობით და გარდა ამისა, ყველა პროცესი წარმართა იდეალურად. ტრანსპორტის სპორტსმენთა განთავსება და მათი გადაადგილება. ეს ქვეყანა ძალიან მომწონს. ფარიკაობა კი უკვე ძალიან მაღალ დონეზეა საქართველოში. ვფიქრობ, მალე ამ ქვეყანას წარმატებული მოფარიკავეები ეყოლება. სპორტსმენებმა ნამდვილად ძალიან კარგად იასპარეზეს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოფარიკავეები უმაღლეს დონეზე იყვნენ მომზადებულები და ყველა მართლაც რომ უძლიერესი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. მე ძალიან მომწონს ეს ქალაქი. მიყვარს ქართული კერძები. ყველაფერი უბრალოდ საოცარია. ორგანიზება მართლაც ჩამბეჭდავია. თქვენ გყავთ ძალიან ცნობილი ქართველი მოფარიკავეები, მაგალითად სანდრო ბაზაძე. ძალიან მიხარია რომ ქართულმა სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონობა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ბევრ ტურნირს მასპინძლობს. მნიშვნელოვანია რომ ქართულ სპორტსმენებსაც ჰქონდეთ მაღალი შედეგები. აღფრთოვანებული ვარ ქართული ფარიკაობის განვითარებით. ქართულმა ფარიკაობამ მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია რომ ქვეყანა აჩვენებს მაღალ შედეგს. ამან შეიძლება მეტი შესაძლებლობა მისცეს ქვეყანას დაფინანსების კუთხით. ორგანიზება კი მართლაც გასაოცარი იყო. თქვენ დაამტკიცეთ, რომ პატარა ქვეყანას შესანიშნავად და მაღალ დონეზე შეუძლია მსგავსი მასშტაბის ასპარეზობის ორგანიზება. ჩემთვის ეს პირველი ვიზიტია საქართველოში. სამწუხაროდ დრო არ მაქვს ქვეყნის დასათვალიერებლად, მაგრამ დრო და დრო ვცდილობ ქალაქში გავიარო და რაღაც მაინც ვნახო. თბილისი ძალიან მომწონს, განსაკუთრებით კი ხალხი, მხოლოდ მეგობრული, მხიარული და დადებითი ატმოსფერო ხდება ყველგან. ასე რომ აქ ყოფნა ძალიან მსიამოვნებს. ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა, რაც პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დიდი მიღწევაა. რაც საკვირველია მონაწილეების, სპორტსმენების, რომელთა კომენტარები ჩვენ პირველ დღეებში შემოგთავაზე და კმაყოფილებას ვერ ფარავდნენ სხვადასხვა ქვეყნის მოფარიკავეები, ნანახით, საორგანიზაციო საკითხებით, დარბაზებით, ზოგადად ლოჯისტიკური მიმართულებით, მოწესრიგებულობის კუთხით და ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ უმაღლეს დონეზე იყო ყველაფერი ორგანიზებული. ნინო, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ ქვეყანაში ფარიკაობის განვითარებისთვის, როდესაც აი ამდენი ქვეყნიდან პრაქტიკულად ყველა, ვისთანაც ჩვენ გქონია შეხება და საუბარი, ყველა ხაზს უსვამს იმას, რომ უმაღლეს დონეზე ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი. ფარიკაობა ბოლო წლებში განვითარდა, იმიტომ რომ ეს სანდროს დამსახურებაა, რა თქმა უნდა, 2 წელი სანდრო მსოფლიოს პირველი ნომერი ხვლით მოფარიკავე იყო და ამან რა თქმა უნდა განაპირობა ფარიკაობის უფრო მეტი პოპულარიზაცია. ეხლა ეს შედეგი სანდროს ეს მსოფლიო ისტორიული გამარჯვება
მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო პოპულარულს გახდის ფარიკაობას სექტემბრიდან ველოდებით აუარებელ ბავშვს. ხო, ეს როგორც წესი ესეა, როდესაც სპორტის გარკვეულ სახეობაში ძირ წარმატებას ვახცევთ, რაოდენობა მატულობს. უკვე დაიწყო მომართვიანობა, იმიტომ რომ ეხლა გეგმავთ უკვე ცენტრების, კლუბების გახსნას სხვადასხვა რაიონებში. ანუ თბილისის სხვადასხვა რაიონებში და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ხალხსაც შეუქმნის იმ ასე ვთქვათ შესაძლებლობას, რომ მარტივად და ადგილობრივად ატარონ ბავშვები. აბსოლუტურად გეთანხმები და არ გამოგვაპაროთ, იმიტომ რომ რუსთავიორი ჩართული იქნება ამ ყველაფრის გაშუქებას. ჩვენი ჩვეული მხარდაჭერი ხართ და მადლობა ამისთვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ გაწეული სამუშაოსთვის, მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება გვემუშავა ისე როგორც საჭიროა და ჩვენც გარკვეულწილად შეგვეტანა წვრილი ფარიკაობის განვითარება. უღრმესი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის. მადლობა დიდი. ნინო ჯერენაშვილი, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი იყო ჩვენი დასკვნითი დღიური სტუმარი. მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი აი ამ 10 დღის განმავლობაში ფარიკაობის ფედერაციის ჩართულობით, მათი პრესამსახურის ჩართულობით, იგივე ტელეკომპანია რუსთავიორის ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის ჩართულობით, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ გაგვეშუქებინა პრაქტიკულად ყველა დეტალი, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე. მე ის გადამრჩენია ამ ყველაფრისთვის და ამ ადამიანებს მადლობა გითხრათ, რომ 10 დღის განმავლობაში აი ესე ერთად ვაკეთეთ ის საქმე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სპორტის, არა მარტო ფარიკაობის, არამედ ქართული სპორტის განვითარებისთვის და გემშვიდობებით იმ იმედით, რომ ტელეკომპანია რუსთავიორი ყველგან იქნება და ყოველთვის იქნება იმ ეპიცენტრში, სადაც მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენები გაიმართება და სადაც რასაკვირველია ქართველებს შანსი ექნებათ მოიპოვონ უმაღლესი სინჯისმედლები. მადლობა, კარგად ზანდებოდეთ.